გვინდა რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და ამერიკულ მხარეს ჩვენ თავაზობთ რომ ეს ყველაფერი დაიწყოს კონკრეტული მგზამკვლევით, სადაც გაიწერება დროსა და სივრცეში აბსოლუტურად ყველა ის გადასადგმელი ნაბიჯი, რა ნაბიჯიც არის გადასადგმელი ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ ორმხრივად სარგებლიანი იყოს ეს თანამშრომლობა. მაქედან გამომდინარე, რა უშლის ამ პროცესის დაწყებას, თუნდაც ვარაუდის დონეზე, რაზე შეიძლება დღეს ვისაუბროთ? ხა რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც ფესვები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმული. ჩვენ ვიცით, რომ ღია ბრძოლაში არის ბატონი ტრამპი შესული ამ ძალებთან, Deep State-ს უწოდებს იგი ამ ძალებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, Deep State-ის ასე ვთქვათ, დამარცხებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, მინიმუმ შესუსტებასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება, რაც მოხდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ვიცით, რომ Deep State ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა წინა ადმინისტრაციაზე, ხო, მის მაღალ ჩინოსნებზე და ასე შემდეგ, რაზეც ახლა ძალიან ღიად საუბრობს ტულსი გაბარდი და დაზვერვის შეფი, FBI-ის შეფი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი Deep State-ის, ასე ვთქვათ, წამოწყებული იყო ამ ურთიერთობების გაფუჭება და შესაბამისად ამ ურთიერთობების გამოსწორების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ Deep State-ის გავლენები შემცირდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესუსტდეს თუ დამარცხდება, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობების, ასე ვთქვათ, გადატვირთვას და რეალური პარტნიორობის დაწყებას წინ ნამდვილად არაფერი არ უდგას, მაგიტომ გავაკეთე ამ ხოლმე წინა სიტყვაობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაგვემეორებინა ის, რომ ვერავინ ჩვენ ვერ დაგზრახავს ქართულ ოცნებას და ჩვენ ხელისუფლებას, რომ რამე ისეთი ტიპის ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, ან ისეთი გზავნილი გვაქვს გაშვებული, ან ისეთი ტიპის რაღაცა პოლიტიკური განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომელსაც შეეძლო თეორიაში ხელი შეეშალა ამ ურთიერთობების გადატვირთვა ვერ მოხდება მანამ სანამ დემოკრატიული სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული. თქვენ მიგაჩნიეთ, რომ ახლა ბურთი არის შეერთებული შტატების მოედანზე. საქართველოს ხელისუფლებას რისი გაკეთება შეუძლია? ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი მაგიდაზე დევს, ყველანაირი შეთავაზება, როგორც გითხარით, კონკრეტულ გზამკვლევზე არის საუბარი.